ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოდით ერთად გავესწროთ დღის განმავლობაში მომხდარ საინტერესო სიახლეებს მსოფლიო შოუ ბიზნესიდან. რა თქმა უნდა, ლაილაისთან ერთად. როგორც იცით, თბილის ლონდონური ჯგუფის ბანკო დე გაიას პროდიუსერი და ლიდერი ტობი მარქსი ესტუმრა, რომელიც 3 განსხვავებულ კონცერტს გამართავს 3 კლუბში. პირველი კონცერტი მან კლუბ ნუანუაში მოაწყო, ხოლო დანარჩენი 2 აჭარა მუსიკ ჰოლსა და კლუბ ჯოიში გაიმართება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით როგორც შეგვერდით კლუბ ნუანუაში, სადაც მიმდინარეობს ინგლისური ჯგუფის ბანკო დე გაიას ლიდერის ტობი მარქსის კონცერტი, რომელიც შეგიძლიათ რა თქმა უნდა თავად შეაფასოთ. I'll try one or two things at the beginning, see how it feels, but I have an idea, but there's a lot of ways I could go, so we'll have to wait and see. На данный момент он просто думает о том, что он будет играть. И у него есть уже идея о том, что он будет играть именно, но это будет происходить по мере того, как публика будет реагировать. Как только начнет играть, точно поймет. მაქვს ერთი პრინციპი, ანუ უმთავრესი რაც არის, ანუ რატო ბანკო დე გაია დღეს თბილისში, იმიტომ რომ ნებისმიერ ღონისძიება, რასაც ვაკეთებ, არის აუცილებლად უნდა შეიცავდეს რაღაც სიახლეს, უნდა იყოს აქტუალური და ყველა ვარიანტში უნდა იყოს რაღაც განსხვავებული და გამორჩეული. ეს მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ადგილობრივი პროექტი თუ უცხოური პროექტი, მაგრამ თუ საქმე ეხება უცხოელი არტისტის ჩამოყვანას, მაშინ ყველა ვარიანტში მე ვცდილობ, რომ ჩამოყვანილი იყოს არტისტი, რომელიც არის დღეს აქტუალური. ანუ იმ მუსიკის წარმომადგენელია, რისი ტენდენციებიც არის დღევანდელ მსოფლიოში და ანუ რაც იქნება ძალიან დიდი სიახლე საქართველოსთვის და შესაბამისად ბანკო დე გაიას მუსიკა, ანუ ტობი მარქსის მუსიკა, რომელიც აღიარებულია ის მობის, Fatboy Slimis, Basement Jaxx-ის მიერ, რომელსაც თქვა მთელი მსოფლიო იცნობს, არის ძალიან აქტუალური დღეს მსოფლიოში და შესაბამისად თბილისისთვის ეს არის ძალიან სუპერ სიახლე. BBC-ს დაკვეთით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად გადაიღეს ფილმის სახელწოდებით ბავშვები გისოსებს მიღმა. ქართული ნაწილის რეჟისორები არიან ლევან ადამია და ირაკლი სოლომონაშვილი. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართველი რეჟისორები და მათ მიერ გადაღებული ფილმი ემის ლაურეატი გახდა. იდეა არ იყო ჩვენგან წამოსული, დაგვიკავშირდა სრულად შემთხვევით ჩვენი ფილმის პროდიუსერის და რეჟისორის ბრაიან უცისსა და ჩვენი საერთო მეგობრის წყალობით, ბრიტანელი მეგობარი შარლოტ კიტნის წყალობით. ეს ბრაიანი იღებდა ფილმს აი ამ ბავშვებზე და შესთავაზა თქვა ჩვენო მეგობარმა რომ საქართველოში შეიძლებოდა ამის გადაღება და იყო შესაბამისად ლევანი და ირაკლი არსებობდა ვისაც შეიძლება ეს გადაეღო. წარადგინა Discovery-ის არხმა, ანუ ამერიკული მხარე დაჯილდოებაზე. 1-10 დღის წინ მომივიდა ნომინაციას შეტყობინება და გუშინ იმეილით გავიგე რომ გავიმარჯვეთ. სამტრედიის ძნელად ასახსდელი ბავშვების დახურულ ბავშვთა სახლში. მაგას გარდა ვიღებდით ორთაჭალის ციხეში, ავჭალის კოლონიაში. ძირითადად ნაწილი მაინც ფილმში რაც ჩაჯდა არის სამტრედიაში გადაღებული.
არ ვიცი მე დღემდეც არა მაქვს ისეთი გარკვეული არა ვარ დღესაც რა მოხდა იმედია ცოტა ხანში გავარკვევ იმედია თავში არა მივარდება მაგრამ ისეთი რა ცოტა უცნაურია იმიტომ როგორია ახლა ნუ ემის სხვა რო იყოს ემის ემის ლაურეატი აღვიქვავდი და გავიგებდი ან ჩემი ძმა ან ჩემი მეგობარი რომ იყოს ლევანს რო უყურებ აღვიქვავ რომ ლევანი თქვა ემის ლაურეატი მაგრამ საკუთართადო ცოტა მიძნელდება იმიტომ რომ ძალიან საოცნებო რამ არის ფერიკო ტურაშვილმა ახალი კლიპი გადაიღო, რომლის პრეზენტაციაც მხოლოდ და მხოლოდ მასმედიის და პრესის წარმომადგენლებისათვის კლუბ ნუანუაში მოეწყო. ძალიან ლამაზი სიმღერაა. მთლიანობაში ტექსტიც არაჩვეულებრივია, ხოთაჩორი ჩემთვის სიურპრიზი იყო, რომ მაია დარსმელიძე გახდა სიმღერის ტექსტის ავტორი, თუმცა ვიცი რომ მაია არაჩვეულებრივი ტექსტებს წერს. რაც შეეხება კლიპს ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა, მინდა მივულოცო ვერიკოსის წარმატება. ძალიან კარგი სიმღერაა და სიმღერასთან შესაბამისობაში მოდის ძალიან კლიპიც და ძალიან თბილი, უშუალო და ძალიან კარგი კლიპია. მუსიკის ავტორი არის ავთობა დუაშვილი, ტექსტის ავტორი მაია დარსმელიძე, სიმღერას ქვია შენზე. ჩაწერილია ბექა ნიკოლაიშვილის სტუდიაში. რაც შეეხება კლიპს, გადავიღეთ სტუდია აუდიენციის ბაზაზე. კერძოდ გადაიღო ბესო სოლომანაშვილმა და ზვიად ალხანაიძემ. ძალიან მიყვარს ვერიკო. ძალიან კარგი სიმღერაა. არ ვიცი, ძალიან ბევრი ვიფიქრე და აი ესეთი სენტიმენტალური ტექსტი მომინდა რატომღაც და მე მგონი უხდება კიდევაც. არ ვიცი. ერთადერთი ვიცით რომ ყველაფერი ჩავდეთ ამ კლიპში რა. ეს არ არის ჩვენთვის უბრალო რაღაც მუსიკალური კლიპი, რასაც აკეთებ ყველაფერი ლაზათიანად უნდა გააკეთო. მიუხედავად ჩემი კინემატოგრაფიული გამოცდილებისა, მე მუსიკალურ კლიპში მუშაობა ძალიან ვიხარო და მედაზვიაც. რა თქმა უნდა, რაღაცა მედაზვიებმა ვიცით რა აკლია ამ კლიპს, რაღაცები რა თქმა უნდა აკლია, მაგრამ რაღაც გარკვეულ განწყობას მგონი მივაღწიე. აპლოდისმენტები თუ შეიძლება ვერიკოს მე მგონი აქეთ გახსნით ჩვენ შეგუთავთ მომდეთ იმიტომ რომ ძალიან ეს არის ის ბურთულები რომელიც ჩვენ ძალიან გიყვარს და ეს არის ცვივა ცოტა ნელა და ნუ ცოტა ბესო მოგვიხმარე რა გახსნაში თბილისის არაოფიციალურად და შეიძლება ითქვას გასაიდუმლოებულად და ცნობილი ჰოკეისტი პაվել ბურე, ასევე ცნობილი ბიზნესმენი ანზორ კიკალეიშვილი და ცნობილი მომღერალი იოსებ კობზონი ეწვია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს ვიზიტი კონკრეტულ საქმეს უნდა მოხმარდეს. ეს საქმე კი საქართველოში ჰოკეის სკოლის გახსნა. დავალდოთ მოვლენებს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.